აი ეფრემ მეორის სიდამონიძე, რომლის სასწაულებიც ხდება დღესაც და მამაოს მამა ალექსანდრესთან ვიმყოფებით და მამაოს აქვს ერთი სასწაული კიდე ეფრემ მეორისთან მიმართებაში და თუ შეიძლება მამაო რომ მოგვიყვეთ. ხო აი პატრიარქ ეფრემ მეორის სურათი მაქვს აქ და ხშირად მეკითხებენ რომ თქვათ რატო გაქვს მაინდამაინც ეფრემ მეორის პატრიარქის სურათიო და ერთი ესეთი ისტორია მომიხდა რა ადამხდა თავს ძალიან საინტერესო ჩემთვის ძალიან ისეთი რა სასიხარულო და მოკლედ რაღაცა ძალიან წუხარეთ ვიყავი ხო არის ხოლმე ესეთი მომენტები ადამიანის ცხოვრებაში და ამ დროს აი ღმერთმა როგორ მანუგეშა რომ მოდის ერთი კაცი ნუ მეზობელი მაგრამ ცოტა იქით ცოტა შორეული მეზობელი და მთხოვს რომ თუ შეიძლება წამოყრევითო მოხუცებიო ცოლქმარიო ჯვარი დავწეროთ ცოლქმარს სახლშიო და თან ვაკურთხოთ სახლი. კარგი მეთქი და მოკლედ წავედით და მივედით ძალიან მეცეთ მოხუცებულ ცოლქმარს ძალიან სათნო სახის ცოლქმარი ნუ ძალიან დიდი ხნის ოქროს ქორწილიც გადახდილი და მოკლედ ვაკურთხე სახლი და დავწერე ჯვარი იმიტომ რომ ვეღარ მოძრაობდნენ ხა გარეთ ვეღარ გადიოდნენ და რაღაცნაირად გავაკეთეთ იქ ყვავილების თუ რაღაც გვირგვინი თუ წავიღე აღარ მახსოვს ამას არ აქვს მნიშვნელობა და მოკლედ დავწერე ჯვარი. დავწერე მე სუფრა იყო დავჯექით და ამ დროს ეს კაცი ვისაც ჯვარი დავწერე ადგა ფეხზე და მითხრა რომ მე მინდაო ეხლა დავლიო მამა ალექსანდრე სადღიგძელო და ერთი ძალიან საინტერესო ისტორია მოვყვეო. მოკლედ ჩვენი კლასელი იყო პატრიარქი ეფრემ მეორეო. ჩვენო კლასელები ვართ მე და ჩემი მეუღლეო და მოკლედ სულ გვეხვეწებოდაო პატრიარქი რომ ჯვარს დაგწერ და ჩვენ არ გვინდოდაო რა თან კომუნისტების დრო იყო და ანუ გაგვანებე თავი ბოლოს უთხარითო და ისე გაბრაზდაო და ესე რაღაცნაირად აი მოგვაძახაო რა აი ხო არ იწერთო ჯვარსო აი მოვაო დრო მოძღვარი სახში მოვაო და სახში დაგწერ ჯვარსო და ეს თქვენ ახართ ეს მოძღვარი და ისე კახასიაძე დავდექ იმიტომ რომ ნუ წარმოიდგინე ახლა ეს ამხელა აღსრულება იყო იმ რა ვქვია ამას წინასწარმეტყველება ალბათ რომ პატრიარქ ეფრემ მეორეს და მე ვიყავი მონაწილე ამ წინასწარმეტყველების ნუ აი ისეთი რა ვიგრძენი იცი პატრიარქთან კავშირი ვიგრძენი რა და რაღაცაერთ ის რომ პატრიარქი აი თითქოს მლოცავს იქიდან და ნუ ისეთ სიხარულში ვიყავი რომ აი მე როცა დამთავრდა ეს ყველაფერი და მითხრეს რომ მიგაცილებთ ესე იგი მაშინ ისე ვიყავი არ მყავდა მაშინ მანქანა და სახლში მიგიყვანთო მე ისეთი გახარებული ვიყავი ხა ძალიან შორსაც არ იყო ეს და მე უთხარი არა გეხვეწებით მეთქი რასაც ფეხით წავალ მეთქი და აი მთელი გზა რაღაცა ისე დიდ სიხარულში ვიყავი და აი ჩემ თავს ველაპარაკებოდი და თითქოს პატრიარქს ველაპარაკებოდი აი რაღაც მიმართავდი მადლობ პატრიარქო ეს რა სასწაული ეს რა საჩუქარია ჩემი და რა თქმა უნდა ამის შემდეგ გავაკეთე ეს სურათი ჩარჩოში ჩავსვი და ჩემს აი აქ კაბინეტში თუ რა ქვია ოთახი თუ კელია აქ დავკიდე ეფრემ მეორეს სურათი. ერთი სურათი კიდე გავაკეთეთ და მეზობლებს გვაქვს ესეთი საერთო მარანი იქ ვიკრიბებით ხოლმე ზოგჯერ და ერთი იქ დავკიდეთ ამ ისტორიის და კიდე სხვა ისტორიების გამო რაღაც ანალოგიური შემთხვევა ერთ მეზობელს. ანალოგიური რომ ცოტა სხვანაირი და სხვა ამბავი. და იმისთვისაც ძვირფასი იყო ეფრემ მეორე, ასე რომ დიდ სიხარულში ვარ. მადლობა.